ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ყავს. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. პირველ ეტაპზე ტრამპმა რამდენიმე განკარგულება მხარდაჭერების წინაშე გამართულ ღონისძიებაზე გააფორმა, ხოლო შემდეგ თეთრ სახლში გადაინაცვლა. აღმასრულებელ განკარგულებებს შორისაა კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე დაახლოებით 1600-მდე პირის შეწყალება და სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. დონალდ ტრამპმა თანამდებობა გუშინ ოფიციალურად გადაიბარა, როგორც საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, ეს ამერიკის ახალი ოქროს ხანის დასაწყისია და ამერიკელებს პირდება, რომ ქვეყანას საერთაშორისო ავტორიტეტს აღუდგენს. ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა. დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. წლების განმავლობაში გამოხატვის თავისუფლების უკანონო და არაკონსტიტუციური შეზღუდვების შემდეგ მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას სამთავრობო ცენზურის და უყოვნებლივ შესაჩერებლად და ამერიკაში სიტყვის თავისუფლების დასაბრუნებლად. აღარასოდეს იქნება სახელმწიფოს უზარმაზარი ძალაუფლება გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რაც მე კარგად ვიცი. ჩვენ აღვადგენთ სამართლიან, თანასწორ უკერძოებელ მართლმსაჯულებას კონსტიტუციური კანონის ფარგლებში. ამ კვირას მე ასევე დავასრულებ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის სოციალურ ინჟინერიას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც ფერებს არ განასხვავებს და დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი. ჩვენ ყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და ამავდროულად ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ. ის ვერ იცავს ჩვენს შესანიშნავ კანონმორჩილ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ თავშესაფარსა და დაცვას თავაზობს საშიშ კრიმინალებს, რომელთაგან ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდანაა და უკანონოდ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ ყავს მთავრობა, რომელიც უსაზღვრო დაფინანსებას გასცემს უცხო ქვეყნების საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს დაიცვას ამერიკის საზღვრები ან უფრო მნიშვნელოვანი საკუთარი ხალხი. მათ ვისაც სურდათ შეეჩერებინათ ჩვენი სვლა, სადეს ჩემი თავისუფლების წართმევა და ჩემი სიცოცხლის წართმევა. სულ რამდენიმე თვის წინ ლამაზ პენსილვანიაში მკვლელის მიერ გასროლილი ტყვია ყურში მომხვდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა. მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო. დღეს ხელს მოვაწერ მნიშვნელოვან აღმასრულებელ ბრძანებებს. ამ ქმედებით დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას და საღი აზრის რევოლუციას. პირველ რიგში გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას. ჩვენ სამხრეთ საზღვარზე ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი უცხოელის დაბრუნებას იქ, საიდანაც მოვიდნენ. ჩვენ აღვადგენთ ჩემს პოლიტიკას დარჩი მექსიკაში. მე დავასრულებ დაიჭირე და გაათავისუფლე პრაქტიკას და გავგზავნი ჯარებს სამხრეთ საზღვრებზე ჩვენი ქვეყნის დამანგრეველი შემოჭრის შესაჩერებლად. მივცემ მითითებას ჩემი კაბინეტის ყველა წევრს გამოიყენონ მათ განკარგულებაში არსებული ვრცელი უფლებამოსილებები, რეკორდული ინფლაციის დასამარცხებლად და ხარჯებისა და ფასების სწრაფად შესამცირებლად. ინფლაციის კრიზისი გამოწვეული იყო ენერგიის მასიური ჭარბი ხარჯვითა და მზარდი ფასებით. ამიტომაც დღეს მე გამოვაცხადებ ეროვნულ ენერგეტიკულ საგანგებო მდგომარეობას. ჩვენ დავუწესებთ ტარიფებსა და გადასახადებს უცხოურ ქვეყნებს, რათა გავამდიდროთ ჩვენი მოქალაქეები. ამ მიზნით ჩვენ შევქმნით საგარეო შემოსავლების სამსახურს, რათა შევაგროვოთ ყველა ტარიფი, საბაჟო გადასახადი და შემოსავალი. ჩემი ადმინისტრაცია შექმნის მთავრობის ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს. ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ და რაც მთავარია ომებით, რომლებშიც არასოდეს შევალთ. ბევრს ეგონა, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო ასეთი ისტორიული პოლიტიკური დაბრუნება, მაგრამ როგორც დღეს ხედავთ, აქ ვარ. ამერიკელმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა. ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ არასოდეს უნდა დაიჯეროთ, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლებელია. მე ვიბრძოლებ თქვენთვის და გავიმარჯვებ თქვენთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, როგორც არასოდეს. ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 500 მილიონს ვუხდით, როდესაც მე პრეზიდენტი ვიყავი და მე შევაჩერე ეს. ჩინეთის მოსახლეობა 1,4 მილიარდია. ჩვენ 350 მილიონი ყავს. ისინი იხდიდნენ 39 მილიონს, ჩვენ კი ვიხდით 500 მილიონს. ჩემთვის ეს ცოტა უსამართლოდ გამოიყურება. ეს არ იყო მიზეზი, მაგრამ მე უარი ვთქვი. ამათ შემომთავაზეს 39 მილიონად
მილიონად დაბრუნება. თეორიულად ეს უფრო ნაკლები უნდა ყოფილიყო. როდესაც ბაიდენი დაბრუნდა, ისინი დაბრუნდნენ 500 მილიონით. მან იცოდა, რომ შეეძლო 39 მილიონით დაბრუნება. ჩინეთი იხდის 39 მილიონს და ჩვენ ვიხდით 500 მილიონს. ჩინეთი კი უფრო დიდი ქვეყანაა. მე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. ჯერჯერობით არ ვიცი როდის. რუსეთი უფრო დიდია, მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის მართვის გზა. ზელენსკის სურს გარიგების დადება. არ ვიცი პუტინს სურს თუ არა. მან უნდა დადოს გარიგება. მე ვფიქრობ, რომ ის ანადგურებს რუსეთს, გარიგების არ დადებით. ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება. ტარიფი უკეთესი სიტყვა, რადგან ის დოლარს უფრო ძლიერს ხდის. მე მგონია, რომ ტარიფების დაწესება უფრო ეფექტურია. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატების განცხადება მართველი გუნდისთვის კიდევ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟი მიმდინარეობს. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენელთა თქმით, შვეიცარიული ბანკი ამ პროცესში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა Deep State-ის მიზნებზე ისაუბრა. ბანკი იულიუს ბევრი ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, ბაჩიაშვილი კი ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის. ყველა ბანკი სამართლებრივი ხელშეკრულებების, ევროპოლთან არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საფუძველზე ვალდებულია, რომ გამოძიებას გადაწეს შესაბამისი ინფორმაცია, არ დაბლოკოს ეს ინფორმაცია, არადა აბსოლუტურად სხვა სიტუაციას ვაწყდებით ჩვენ ამ შემთხვევაში, რაც არის კიდევ ერთხელ პირდაპირ დასტური იმის, რომ ბაჩიაშვილი სარგებლობს გლობალური ძალების ფარველობით და კარნახით. ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა ხელოვნურად, ბაჩიაშვილისთვის ხელის დაფარება, მის შესახებ ინფორმაციის არ გამჟღავნება, მისი ვალდებულებაც, ამ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაც გააჩნია ბანკს, პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სწორედ ეს გლობალური ომის პარტია, გლობალური ნეგატიური ძალები მოქმედებენ კოორდინირებულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან გაკეთებული მორიგი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ კოორდინირებულ პროცესთან, რომლის მიღმაც იკითხება გლობალური ომის პარტიის ხელი. თუკი ჩვენ წინა დღეებში მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკი ჯულიუს ბევრი თავს არიდებდა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც უკავშირდება ამ შემთხვევაში თავისი კლიენტის შესაბამის ნებას, შესაბამისი აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით. დღეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ის, რომ აღნიშნული ბანკი, ასე ვთქვათ, თავს არიდებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. როდესაც გამოძიება ცდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და არის უწყებები, რომელთაც შეუძლიათ ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდონ, ამ შემთხვევაში გამოძიების დაინტერესება არის ლოგიკური, თუმცა აბსოლუტურად ალოგიკური არის ბანკის მხრიდან ამ თანამშრომლობის იგნორირება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ Deep State-ს აქვს საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე და სწორედ ამ გავლენების მეშვეობით ხდება ხელის დაფარება კონკრეტულ შემთხვევაში ბაჩიაშვილზე, იმისთვის რომ კონკრეტული საკითხი და გამოძიება წინ არ წავიდეს და ამით ლავაც შეიზღუდოს ის უფლებამოსილება, რომელიც ანგარიშების განკარგავი პირის უფლებებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი გახდა სწორედ 29 აპრილის პოლიტიკური განცხადების შემდგომ პირდაპირ მიუთითა ბანკმა, რომ მათ შეეძლო დაეხურათ ანგარიშები სწორედ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და ცალკე განხილვის საკითხია ის, რომ ბანკი საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით არ თანამშრომლობს ევროპოლთან და უარს ეუბნება საქართველოს შესაბამის ორგანოებს ბაჩიაშვილის თავობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე. ეს ერთი შეხედვით ორი სხვადასხვა რამ არის, თუმცა ორივე თემა არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან და წარმოგიდგენთ ბანკი არაძლევს შესაბამის უწყებებს ინფორმაციას სწორედ იმის გამო, რომ ბაჩიაშვილი ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სისხლისამართლებლების საქმეებში, ბაჩიაშვილი, რომელიც ცნობილია ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონების სავარაუდო ომიტაციებით, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს ოპოზიციურ ფლანგზე, აფინანსებს სავარაუდოდ მათ შორის იმ აქციებს, რომლებიც ტარდება ოპოზიციის ორგანიზებით.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა მორიგი განცხადება დღეს გაავრცელა. განცხადებაში საუბარია, რომ შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი, რომელთანაც ივანიშვილი სამართლებრივ დაავას იწყებს, თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ. ივანიშვილსა და მისი ოჯახის რამოდენიმე წევრს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას და ემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიული ბანკი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ჩემი მარწმუნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გუშინ გავრცელდა განცხადება ეგრეთ წოდებული კრედიტ სუისის დავასთან და სხვა შვეიცარიული ბანკის იულიუს ბერის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. განცხადებაში მოყვანილი გარემოებებიდან დგინდება, რომ ჩემს მარწმუნებელს დამატებითი ბარიერები ექმნება მისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი აქტივების განკარგვასთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვეიცარიული ბანკის იულიუს ბერის, რომელშიც გადატანილი იქნა კრედიტ სუისის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გადარჩენის აქტივების დიდი ნაწილი არა მართლზომიერი ქმედებების გამო. კერძოდ, იულიუს ბერი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების მათზე თანხების ბრუნვის შესახებ. ჩემს მარწმუნებელსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას და ემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ასევე ბანკი არ ასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას ჰედჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლოს კი ეგრეთ წოდებული ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზით ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები. ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული შვეიცარიული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 2023 წლის 3 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა 2 შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია, დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც იულიუს ბერში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში. სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილი ინფორმაციასთან, დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად ამგვარი ინფორმაცია დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმიდან მოყვანილი კონკრეტული ფაქტი და განცხადებაში მითითებული გარემოებების ერთობლიობა ჩემს მარწმუნებელს უქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად. ბერკეტად. აღნიშნული კი ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, რომელშიც დაზარალებულ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი საგამოძიებო ორგანოსთვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში. აქციების დროს დაკავებულთან ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, მათ შორის არის დაკავებული ჟურნალისტიც. საკითხი შეფასებების თემა. ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მათი ციხეში დატოვებასთან დაკავშირებით პოლიტიკურია. რევას კიკნაძე მოგეხსენებათ 12 დღის განმავლობაში შიმშილობდა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ვითხოვდა რეაგირებას, მაგრამ არაფერი მსგავსი არ განხორციელდა. შემდგომ ტელევიზიების საშუალებით შეიტყო, თუ ქალბატონი მზია ამაღლობელის მიმართ რა ვითარება არის და რა ხდება და ამის საფუძველზე მან გადაწყვიტა, რომ სოლიდარობის ნიშნად გამოეცხადებინა შიმშილობა. ფლობ არ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე დაკავებული პირები და ასევე გლანის პენტენციურ დაწესებულებაში ყოფი პირებიც აპირებენ შიმშილობის გამოცხადებას, რადგან მათ ლიმიტების საუბრის შეზღუდული აქვს, თავად ვაპირებ რიგ მათგანებს შევხვდე და ეს ინფორმაცია ვიზეც დაუდასტურებლად მითხრეს ტელეფონის საშუალებით გავარკვიო. მზია ამაღლობელის საქმე არის ერთ-ერთი სანიმუშო, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა და აქ ჩვენ ამ დევნის ელემენტებს ხედავთ ყველა იმ ნაბიჯში, რომელსაც ხელისუფლება ამ საქმეზე დგამს. ეს ეხება როგორც ბრალდებას, პროკურატურის სახელით გაკეთებულს, ასევე პატიმრობას, ასევე სხვა დარღვევებს, მათ შორის ვადების, მათ შორის არასათანადო-მოპყრობაზე დაგვიანებულ რეაგირებას. ყველაფერი ეს არის შემადგენელი ნაწილი იმ უსამართლობის, რომელიც ამ საქმეში სახეზეა და
და რომელიც აჩვენებს, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება მზია ამაღლობელის დევნა. 15 იანვარ 17:45 წუთზე შევიტანეთ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ საჩივრის შეტანიდან უკვე დაიწყო 72 საათიანი ვადისათვლა იმისათვის, რათა გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის და ამ 72 საათშივე უნდა მომხდარიყო მსჯელობა აღნიშნული სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით. გუშინ მოგვაწოდეს ჩვენ 20 იანვარს ინფორმაცია ქუთაისიდან, რომ გუშინ შევიდა საქმის მასალები, დღეს ამ მომენტისთვისაც 21 იანვარს დაახლოებით პირველ საათზე მოვიკითხეთ ბოლოს და საქმე ჯერ კიდევ განხილული არ არის. შესაბამისად, ყველანაირი ვადა დარღვეულია. აქედან გამომდინარე 15 იანვრის 17 საათი და 45 წუთიდან, როდესაც 72 საათი გავიდა და ეს იყო 18 იანვარი 17 საათი და 45 წუთი, ამ მომენტიდან ქალბატონი მზია ითვლება უკანონო პატიმრად უკვე ფორმალური წესების დარღვევის გამოც. ჟურნალისტების აქცია ბათუმში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მზია ამაღლობელის კოლეგები იყვნენ შეკრებილები. აქციის მონაწილეები კარლო კაციტაძის უწყებისგან ბათუმის საქალაქო სასამართლოს უფროსის ირაკლი გებუაძის მხრიდან ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტის უსწრაფესად გამოძიებას ითხოვდნენ. ჟურნალისტების მოთხოვნაა ძალადობაში მხილებულ პოლიციელს უფლება მოსილება შეუჩერდეს. უნდა შეწყდეს მზია ამაღლობელის მიმართ დევნა და უნდა გაათავისუფლდეს აღნიშნავენ აქციის მონაწილეები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მდგავართ, იმიტომ რომ ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს ირაკლი გებუაძის მიმართ გამოძიება და ეს არ იყოს ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ მივიწყებული საქმე, რადგან როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ ირაკლი გებუაძის მხრიდან მასზე განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს უნდა გახდეს ისეთი საქმე, როგორიც საქმეები ჩვენ გვინახავს და არც ერთ ჟურნალისტის თავდასხმა გამოძიებული არ არის. იმისთვის რომ ეს ეფექტური იყოს, ირაკლი გებუაძეს დღესვე უნდა შეუჩერდეს უფლება მოსილება. ის რაღაც დადის ქალაქში და თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ისევ ასრულებს. მე არ ვიცი, არსად არ დამინახავს, აქციებზე არ გამოდის, მაგრამ განამარტონ გამოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი ან ნებისმიერ პასუხისმგებელი პირი, ან თუნდაც მისი უფროსი აქაური და თქვას, რომ შეუჩერდა ირაკლი გებუაძეს უფლებამოსილებას. ხვანაირად ეს საქმე ვერ იქნება გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს ამერიკის შეერთებული შტატების უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლიერება გამოხატა მათ მიმართ და აღნიშნა, რომ საუკეთესო გუნდი აირჩია მთელს მსოფლიოში. ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის მიღწევებს და აღნიშნა, რომ ყველაფერი გააკეთა პატიოსნების, ღირსებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ბრძოლას არ წყვეტს. მან თანამშრომლებს მოუწოდა დარჩენ აქტიურები საზოგადოებრივ საქმიანობაში. იქნება ეს საჯარო სამსახური, კერძო სექტორი თუ აკადემიური სფერო. ჯო ბაიდენმა გამოთქვა იმედი, რომ მათი მიღწევები და კანონები, რომლებიც მიიღეს, მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში გაიზრდება და აყვავდება. არც ერთ პრეზიდენტს არ შეუძლია აირჩიოს მომენტი, როდის შევა ისტორიაში, მაგრამ მათ შეუძლიათ აირჩიონ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებენ. ჩვენ ავირჩიეთ საუკეთესო გუნდი მთელ მსოფლიოში. თქვენ ხართ ეს გუნდი. მითიც ვამაყობ არის ის, რომ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ პატიოსნების, ღირსებისა და კეთილსინდისიერების ძირითადი ღირებულებების დაცვით. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას. მამაჩემმა მასწავლა, რომ პირველი საზომი არის ის, თუ რამდენად სწრაფად დგები ფეხზე, როდესაც წაგაქცევენ. სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ახლა. დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები თეთრ სახლში დაბრუნებას ულოცავენ. ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ჩვენ მკვეთრად გავზრდით თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს. ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას სიძლიერით ნატოს მეშვეობით. წერს მარკ რუტე, გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობას იმედოვნებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. დონალდ ტრამპს მიულოცა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ისედაც წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მიულოცვისა და თანამშრომლობის გაძლიერების მოლოდინის შემცვლელი განცხადებები გამოაქვეყნეს ისრაელის, პოლონეთის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებმაც. ომების დასრულების და მდგრადი მშვიდობის დამყარების იმედი გამოთქვეს ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მოვუთმენლად ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას დარჩენილი მძევლების დასაბრუნებლად, ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებისა და ღაზაში მისი პოლიტიკური მმართველობის დასასრულებლად, ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღაზა აღარასდროს იქნება საფრთხე ისრაელისთვის. დარწმუნებული ვარ ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენი ალიანსის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა. მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკა მშვიდობა ძალის გზით იძლევა შესაძლებლობას განამტკიცოს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია. ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ველოდებით აქტიურ და ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა სოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის. ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ველოდებით აქტიურ და ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა სოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის. დონალდ ტრამპის საინაუგურაციო გზავნილები ფასდება თბილისში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტმა იმ საკითხებზეც გამახვილა ყურადღება, რომლებზეც ისინი ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობენ. საკითხზე კომენტარი გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მთავარი ამოცანა, როგორც გუშინ კიდევ ერთხელ იქნა ინაგურაციის გამოსვლაზე ხაზგასმული, ეს არის ძლიერი ამერიკა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის, რომელთა ასე ვთქვათ, დემოკრატიული და თავისუფალი მომავლის მხარდაჭერაში ამერიკის წვლილი გასული 10 წლების მანძილზე არის აბსოლუტურად შეუპასებელი, ეს არის ძალიან დამაიმედებელი გზავნილი, იმიტომ რომ ქართველი ხალხისთვის ძლიერი ამერიკა, ეს არის ძლიერი მოკავშირე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა არის ამერიკის ამოცანა, მაშინ, როდესაც შეკავება იმ რეჟიმების, რომლებიც უპირისპირდებიან თავისუფალ სამყაროს, არის ასევე მათ მიერ გაცხადებული ამოცანა. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის და გაიზრდება წლეხი იმ რეჟიმზე, რომელსაც დღეს რუსეთის მარიონეტულ რეჟიმს უწოდებენ ვაშინგტონში. თავარი არის როგორ წარმოუდგენია საქართველოსთან ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას და აქ ცალსახად ერთმნიშვნელოვანი არის ამ ადმინისტრაციის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანის ჯო ვილსონის სენატორის განცხადებები, სადაც თავარი პირველი განცხადება იყო ის, რომ სწორედ ივანიშვილი იქნება სანქცირებულთა სიაში ნომერ 1. არის თუ არა თანხმდრაში ოცნების და ტრამპის პოლიტიკა, ამის პასუხი არის ის განცხადებები, რომელიც კეთდება ივანიშვილის სანქცირებებთან დაკავშირებით. ახალი ადმინისტრაციისთვის ასევე მიუღებელი არის დიქტატორები, დიქტატორული რეჟიმები და ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიაზრება პუტინის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის დიქტატორული რეჟიმების გვერდზე, არის მთავარი განსაზღვრელი შემდგომი ურთიერთობებისა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. განსხვავებით სამწუხაროდ იმ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს ჩვენ ყავს, დონალდ ტრამპი არის ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და რაც შეეხება მის გზავნილებს, ახლა დეტალებში ამ გზავნილებში ბუნებრივია არ შევა, იმიტომ რომ სხვა სახელმწიფოა, თუმცა საერთაშორისო გზავნილები რაც არის მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე ტრამპიც Deep State-ის პარტიის წარმომადგენელი ყოფილა. ინაუგურაციის შემდგომ მოვისმინეთ ის გზავნილები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი სოფლიოსი და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც გამოვყოფთ იმ მშვიდობასთან მიმართებაში ტრამპის განცხადებებს და ქმედებებს, რომელიც უკვე ფაქტობრივად დაწყებულია და რაც ყველაზე მთავარია, ასევე გენდერთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ ითქვა და იცით, რომ მათ შორის კონგრესში უკვე დარეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ორ სქესს განსაზღვრავს და ეს სრულიად განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას და გახსოვთ, რომ ერთ-ერთი საყვედური ყოფილი ადმინისტრაციის, მათ შორის ჩვენი ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად იყო საყვედური სწორედ LGBT პროპაგანდასთან მიმართებაში და ორივე მნიშვნელოვანი გზავნილი პირდაპირ ეხმიანება იმ ღირებულებებს, რაც გვაქვს ქართულ ოცნებას, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. ტრამპმა
ათეულობით აქტს ხელი მოაწერა პრეზიდენტის უფლებამოსილების ბაში შესვლისთანავე და ერთ-ერთი სწორედ იყო ის დაპირება, რაც deep state-თან ბრძოლას ეხება. ესაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ოპოზიცია რადიკალური ნაწილი, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოებას უთხრას, რომ ეს არის ვითომ მოგონილი თემა, რეალურად კიდევ ერთხელ უკვე პრეზიდენტის პოზიციიდან დააფიქსირა ტრამპმა. სალომე ზურაბიშვილი დაესწრო ინაუგურაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში. დონალდ ტრამპის ღონისძიებას ესწრებოდა ოპოზიციის ნაწილის თემა, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ის რო ეს რეჟიმი არ არის არავის მეგობარი ვაშინგტონში, ჩვენ დავინახეთ ძალიან კარგად, როდესაც აი მნიშვნელოვან პოლიტიკურ კვირაში ვაშინგტონში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი ადამიანი, რომელიც ამ რეჟიმს წარმოადგენს, თუმცა წარმოდგენილი იყვნენ ჩემი თანაპარტიელები, წარმოდგენილი იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სხვა ოპოზიციური გაერთიანებების წევრები. ჩვენი ამოცანა არის, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იყოს განსაზღვრული საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა რუსეთის მიერ ამ სახელმწიფოში თანთქვის პროცესისგან, რომელშიც დაიწყო ბიზნესა ივანიშვილმა. ოპოზიციის ვიზიტი ამერიკაში იყო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, რომელიც არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და ასეც მოიხსენიებენ მას. ოპოზიციამ შეძლო ის, რომ ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან, ამერიკელ კონგრესმენებთან ჰქონდათ დიალოგი, ჰქონდათ საუბარი, რომელიც აძლიერებს ცხადი ოპოზიციის პოზიციებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, იმიტომ რომ ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია. ეხლა დანარჩენებს რაც შეეხება ხო, ცოტა უფრო მეტ სერიოზულობას ვისურვებდი ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, სიცრუის ტირაჟირება და არარსებული აღქმების შექმნის მცდელობა საზოგადოებაში. თუმცა საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და ძალიან კარგად ხედავს, თუ რა ვითარებაში დაესწრნენ ეს ადამიანები ინაუგურაციას, თუ კი ამას დასწრება შეიძლება საერთოდ დავარქვათ. და რაც მთავარი არის, ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ წარმოაჩინონ თავი, თითქოს და ისინი რაღაცა კავშირში არიან ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ოპოზიციის ვითომ და ინაუგურაციაზე დასწრების მიზანი იყო ის, რომ ეჩვენებინა საზოგადოებისთვის თითქოს ტრამპი ფიც არ დადებდა ოპოზიციის ყოფნის გარეშე, თუმცა ჩვენ ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილი კაპიტოლიუმის ფოიეში, ვიხილეთ დანარჩენი ოპოზიციონერები ქუჩაში, რომლებიც თბილად იყვნენ ჩაცმულები და ასევე ვიხილეთ ვაშაძე, რომელიც კალათბურთის დარბაზში უყურებდა ინაუგურაციას. ასევე გვახსოვს 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი, რომელიღაცა ბუჩქთან ასევე პოზიორობდა ტრამპის პირველი ინაუგურაციის დროს, რაც თქმა უნდა ეს ფოტოები, სელფები და ასე შემდეგ არის ერთ-ერთი რამზე გათვლილი, რომ საკუთარ მხარდამჭერებს დაუდასტურონ, რომ ისინი გარკვეულ მხარდამჭერას ფლობენ თითქოს ახალი ადმინისტრაციისგან, რაც თქმა უნდა არის ტყუილი. ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით კომუნიკაციის დაწყებას ახალ ადმინისტრაციასთან და რა თქმა უნდა იქ კარგად გამოჩნდება რა დამოკიდებულება აქვს ამერიკას საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან.